დილამ 7:03. მოგესალმება თქვენი კუტკუნავზის ხივი. მარიკო, შენი ბეჭედია ჩვენი გთხოვ. ანუ ჩვენ ძალიან ბიჭდებში ვართ დედაშვილი. ვაიმე გოგოება, ამან მე დილით მანერვიულა. თან თავიდანვე არ მითხრა, რატო არ ვიცი. დამავიწყდა. და უკვე ვაგზის მეტროსთან ვართ. დედა ჩემი ახლობელი საუბრობდი და ხელი რომ მოკიდე, დედა მეტკინაო თითი. ჯერა თითი. და ისეთი ძე ქონდა ეს ბეჭედი გაკეთებული. და ისე მოუჭირა. თითი გაეჭედა. მე ჩავარდი პანიკაში. ამის გული შემიღონდა. ძალიან ცუდი ემოციურობა, აი. მარა ხო რა ვქნა. მიკანკალებდა ყველაფერი. ვერ ვაძრობდით თითიდან. უკნიდან კბილანები მოჭერილი იყო, იმიტომ რომ დაპატარავებული ქონდა, დიდი ქონდა ყველა თითზე. მაგრამ ვერ ვხსნიდით. იმიტომ რომ ძალიან ძიმე რაღაცნაირი ბეჭედია და ვერაფრით ვერ ვუნთავისუფლებდით, რომ გამოვეტანა ეს ჩვენი ბეჭედი. ვაიმე როგორც იქნა. ბევრი ჭიდაობის შემდეგ ჩემ ახლობელმა გამოაძრო, მადლობა მარი. შენ რო არა მე ახლა უკვე მორგში ვიქნებოდი. ისე ცუდად გავხდი და სულ მიკანკალებდა ხალხო ყველაფერი სულ. აი არ ვიცი რა. ამ ბოლო დროს ძალიან შარებშია ეს ბავშვი, ძალიან. აი ამ თიძე ეკეთა ხალხო. კი ეთყობა გაწითლებული. ამ თიძე ეკეთა. წადიდე, წავედით, სიყვარულო, წადი. რვაზე გამოვედით სახლიდან 2:05-ზე. ეს შეკეტის საყელო ქარის მიმართულებით იწევა აქეთ-იქით. ხო და დავხედე და მოიტყვი და მარშრუტკა მომიახლოვდა სახლთან და შევაფრინდი ზედ. ხო და მაგან ცოტა დრო წაიღო, თორე აქამდე უკვე სამსახურში ვიქნებოდი. იმდენი მასულის უბანს შენი ჭირი მე. მაგრამ ჩამოვკუსკუსდი რა. დამცხა. რაღაცნაირად და ამინდია როგორი იცით, აი წუთი-წუთზე რო უნდა იწვიმოს, არ ვიცი ვაჟაზე ასია და სხვაგან არ ვიცი, აი უკვე რო უნდა ჩამოიქცეს. სადაახლობით ეგეთი ამინდია და იმედია არ ჩამოიქცემ. ესე იგი, როგორც მითხრეს, მინდურის მარწყვა უკვე შემოვიდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მაინტერესებდა როგორი იყო ეს მინდურის მარწყვი. ხო და ერთი ცალი გავსინჯე, მეტი არ მინდოდა, არანაირი სურვილი არ მაქვს, რაღაცა თან გადაზეზილი ვარ დღეს მოსული და ტრადიციულად მარიკოს ვაჭრობ ხოლმე 4-5 წელს მაღაზიაზე ძარ, იმიტომ რომ დიდებს ვყიდულობ ხოლმე პატარებს. ამ რამდენიმე ყიდვის დროს არ მიყიდია მოგეთ პატარები, აი ეს ზომები და საკმაოდ დიდია, როგორც ხედავთ. საკმაოდ ესეთი ღაჟი აქ ხო დარჩენს, არ ვიცი, ტყობა განათება არ არის კარგი. ხო და დაჭდება ჩემი გოგო და დაგემო. ნახეთ როგორი ღაჟი და ლამაზია. ძალიან მომწონს, აი რაღაც ისეთია, რო არ გინდოდეს მოგინდება ეგეთი. ახლა აქ რა მაქვს მოზიდული. ახლა ამის ამომჭრელი მე რო არა ვარ კადრის და რაღაცების კი მიხდებოდით ალბათ როგორი ვზივარ. აქ ჩვენ მოვიტანეთ ჩემთვის უმნიშვნელოვანესი სასიცოცხლოდ დამიჯერეთ ყავა. სუნი ფანტასტიკური. აუცილებლად წყალი. ანუ მე რო ყავას მივირთმე, უნდა დავაყოლო წყალი, აი სხვისი არ ვიცი, მაგრამ ყავის მე რო წყალი არ დავაყოლო, ეგეთი რა ვიცი, არ ვიცი. და ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც ასევე ძალიან მიყვარს, გიჟდები, ძალიან მსიამოვნებს და მგონია, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ნამცხვარია, რაც კი მგონია არსებობს, ნამცხრებს შორის, მისი ვინმე მითხრა თუ გავთიშო კაბე და დავიძინო. აღმატებულება მედოკი, რომელიც ძალიან მიყვარს და აი ნამცხრებს რო გავივლი, ყველაზე მეტად რაც მინდა ხოლმე, ვეძებ მედოკი
თუ არის ან მედოკის მსგავსი რამ მაინც რომ შევიძინო და ასევე ძალიან მიყვარს ნამსხარი როა ციყვი ვგიჟდები ანუ ციყვზე უბრალოდ ვგიჟდები ხალხო ისე მიყვარს მედოკი ძალიან მიყვარს და ასევე გოგოებო ძალიან მიყვარს მიქადო რომელიც უფრო ახალგორის მხარეს მზადდება და ადრეც მაქვს მე თქვენთვის ნათქვამი სულ პირველად გავსინჯე როდესაც ჩემი რძლის დედამ ჩამოგვიტანა ეშვენი მიქადო და ანუ მეთქი ბატონო პირველად გავსინჯე არასდროს არ მქონდა გასინჯული და ძალიან ბევრი ადამიანმა საერთოდ არ იცის მიქადო რა არის მიქადოს აქვს აი ხა ამას ხო რამდენიმე ფენა აქვს ხო კი ხედავთ ხო რამდენიმე ფენა აქვს როგორც ნამცხრობს ზოგადად აი რა გითხრათ ქაღალდისნაირი თხელი ფირფიტებია და არის ძალიან ბევრი ანუ და არის ქაღალდისნაირი თხელი სიფრიფანა და ანუ გემო აქვს ხალხო ანუ მედოკს რაღაცით ვამსგავსებ რა გემო აქვს აი არანორმალურად მაგარი და ადრე მითხრეს მე რო თქვი მიქადოზე რომ მიქადო ვიცი რომ კაცო რაღაცა სხვა რაღაცა ქვიაო და რომ ამიხსნეს მთლად ეგ არ არის გოგოებო ანუ ცოტა მე მგონი მაგდაგვარია რასაც თქვენ მეუბნებით ადრე რო დამიწერეთ მაგრამ ეგ არ არის მიქადო ხო და ძალიან რთულია მიქადოს დამზადება იმიტომ რომ რაღაცა მე უნდა დაპრესონ და ნუ აი იმდენად საწვალებელია რომ ნუ რა გითხრათ რა ვიცი ფაქტობრივად მაგის გაკეთება აი ორდღიანი რიტუალი ოკეი ძალიან რთული მოსამზადებელია მიქადო ამიტომაც მგონი ავიც იშვიათად მზადდება სავარაუდოდ და მე ვარ ის ბედნიერი ვინც გავსინჯე მოკლედ მიქადო და დღემდე მახსოვს მისი გემო დავიწყოთ ყავის სმა მედოკის იმხელანაჭერი მოვიჭერი არიქა არავის ამათვას არა ბიჭო დავიკლებ ახლა მედოკს ასე არ მქონდა თმები რაღაცა ცირკის ზალზე გავდი ისე მქონდა რაღაცა უცნაურად ძალიან სისწრაფით გაკეთებული და რომ მოვიდი გავიშალე და ავიჩეჩე იმიტომ რომ თავი მეტკინა აწეული მქონდა თმა და აი ესე თავისი დადგა და რომ ვიწვალო გოგოებო აი ასე კარგად თმას ვერ დავიყენებ და თავისით კიდგას როგორც ხედავთ დღეს მოვდიოდით მე და მარიკო გზაში და მარიკო მიხსნის რომ მიირთვა ბურგერი, კატლეტის მიირთვა, მერე კოტლეტი გაასწორა, ანუ მოკლედ ამას მიყვება ამ რიტუალს და ის რომ ბაღში საერთოდ არ უტირია და ან რა აქვს სატირალი და ანუ ამას მიყვება გვერდში მომყვება ხელი მაქვს მოკიდებული და მარიამი და ერთი ნაბიჯის იქით ქალბატონი მოდიოდა რაღაცა ძალიან ისეთი კუსკუსა და მოწესრიგებული ქალბატონი აი რაღაც მაღალი წრული ქუსლები და აი ძალიან მოწონს ეგეთი ქალბატონები ზოგადად გოგოები ხო და ამ ყველაფერს მიხსნის და რამდენჯერმე შევამჩნიე რომ გამოხედა რა ქალბატონმა მარიამს და კიდე აგრძელებს ეს საუბარს მოკლედ მიყვება ამ დღის რეჟიმს ყველაფერს და ეს ქალბატონი უნდა როგორი გამართული საუბარი აქვს ანუ ძალიან გაუკვირდა რომ ამ პატარა ასაკში ძალიან გამართული მეტყველება აქვს ბავშვს იმიტომ რომ ის საუბრობს მართლა მარიამი რაღაცა არ მინდა რაღაც მეტი ჩუბას ჩაუმერცოს მაგრამ მართლა ბევრი შრომა ჩავდე და ჩავდეთ ყველამ იმაში რომ მარიკოს მეტყველება არ ყოფილიყო ცუდი ჯერ ის რომ თავად მე არ ვსაუბრობ კი რა თქმა უნდა εν რაოდენობის შეცდომებს ვუშვებ მეტყველებაში εν რაოდენობის მაგრამ მაინც ვთვლი რომ ცუდად არ ვმეტყველებ ასე რომ ვთქვათ და ეს ეთყობა ანალოგიურად ჩემს შვილს იმიტომ რომ აი ფაქტობრივად აი აღურო თქვა იქიდან აბა დავიწყეთ რა რასაც ქვია მარიკოს მეტყველებაზე ვართ გადამკვდარები და კიდევ ის რომ მოჩლექილი ენით არ ვსაუბრობთ სახლში რაღაც და მისაუბრია მithქვამს მაგრამ მუდმივ რეჟიმში ასე არ მისაუბრია და არ ვსაუბრობთ არავინ
ხო და ძალიან კარგი მოსწავლეც აღმოჩნდა. რას ველოდებით არ ვამივირთმევ. რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ასაკში შემიძლია თქვა, რომ ძალიან კარგი მეტყველება აქვს უკვე. და ნელ-ნელა უკეთესი უყალიბდება. ძალიან მიხარია. მადლობა გადავუხადე. და გამიხარდა ძალიან. ვინმე არსებობს დედა ვისაც არ უხარია მსგავსი რა. შულზე რო უბნებიან. აი ეს არის იდეალური ცხელი ჩემთვის. არ მწვავდეს პირს. მორჩა, უკვე კარგია. ნუ ხა მე გრილსაც კარგად მივირთმევ, მაგრამ ჩემთვის არის იდეალური ეს. აი არც ძალიან ცხელი არ არის, არც გრილი. ნელთბილზე ოდნავ ცხელია რა. ძალიან კაია. აი მე დედა დღეს არ დამჯდარო არ ხალხო. დღეს არ დამჯდარო. რეპეტიციები. პლუს ჩემი პატარები. არ დამჯდარო არ. რა ვიცი, მე ხარ ვიაზრე რომ არ დამჯდარო, მე თვითონ ვიქო ცოცხალი როგორ ვარ. საოცარი დღე იყო. ძალიან დათვერთო. რა თქმა უნდა ხა. ბაღის ხონაერი ვერც იქნება. უნდა იყოს ასეთი. თუ შეგიძლია არ დაიმუშაო. ადრე იყო ხოლმე სტერეოტიპი, რომ აი ბაღშიც ვერ დაიწყებ ადამიანი მუშაობას. რაღაცა ისე იყოდნენ ხოლმე. თითქოს ბაღი ის იყო, რა ქვია, მოსაცდელი ბაქანი. ოღონდ ვერაფრით გოგოები ვერ ვხვდები, რატო ამბობდნენ ხოლმე ასე, აი ბაღში, აი მართლა ვერ ვხვდები, ოღონდ ვისაც მოგისმენიათ და გაიგეთ დედა აზრი, მეც გამაგებინეთ, იმიტომ რომ რავი, ვერაფრით ვერ მივხვდი, რანაირად ამბობდნენ ხოლმე ასე, რომ მაშინ ახლა ვერც ვიაზრებდი და საერთოდ ბაღი სად იყო და ანუ არც მიფიქრია მაშინ ბევრი წლის უკან რაღაცა ძალიან აგზებულად ლაპარაკობდნენ ხოლმე. ხა ადრე არ ვიცი როგორ იყო და რა იყო. მაგრამ ახლა მინდა გითხრათ, რომ ხელწამოკლით მოვისაუბრებთ, ძალიან გთხოვთ. გემრიელი იყო? ой, მიზი, თუ დაღლილი არ ხარ, გადაყარე. თუ დაღლილი ხარ, მე გადავყრიდე. კარგი. ერთი დიდი აი 25 წუთიანი ვიდეო მოგდა სამონტაჟებელი. YouTube-ის არა სხვა ვიდეო რაღაც. ბავშვების და ჩამოვიყანო მაქსიმუმ 3 წუთი. არც მაგდენი. და უკვე თავი მტკივა. ნელადე. ვიშტები მე. ამას ვყიდულობ გოგოებო ორ ნაბიჯში მეტოქს. და 10 ლარის კვალობაზე არის იდეალური, აი მართლა დედას გეფიცებით, ყბამაგ ჩამოვარძნილი ისეთი დაბალი ფასი აქვს. მე მგონი საქართველოში რასაც აქვს ყველაზე დაბალი ფასი, ეს არის მედოკი. მეტი მე არ მინაღავს ამ ფასში. იმდენად გემრიელია. წაიყოდე. და შეყვარა, მოიცედე. მარიკომ უნდა გაჩვენოთ თავისი ბეჭედი. მიესალმე საყვარელო. გამარჯობა.
მე შესაჭრელი გაქვს და ჩავიდეთ ამ დღეებში. ამაზია. შენ სად იკეთებ მაგას აჩვენე? სადა აქ. აი ესე აჩვენი, აი. ვაიმე, რა გავაკეთო, შენ ვინ მყავხარდე? და მე გათმობა ჩავირთე. გათბობა? გცივადე? აბა რა სიზავს დედადე? ჩაგირთავ ჩემო სიყვარულო. ეხლა მე დავხატავ თქვენთან ერთად და გამოიცნეთ რა დავხატე. კაი, დახატე და მერე ვაჩვენოთ, კარგი? კარგი. წადი. ოღონდ ეხლა უნდა ვაჩვენო რა. ოღონდ სწრაფად. ძალიან სწრაფად და არ გავაფერადეთ ის. მგონია რომ ბევრი მაქვს ხალხო ყავა და შიგნით არის იმ ხელანალექი სად არის ყავა? ეხლა გაჩვენებ. რა დავხატე აბა? ძალიან გთხოვთ გამოიცნოთ ნებისმიერ იმიდან შეგიძლიათ ამოატრიალოთ და დაფიქრდეთ რა არის საერთოდ აქ. ეხლა თუ არიციან ბავშვებმა მე კაი. აი, მომეცი ასე და აჩვენე რა არის. აი ეს ლიფტია, აი ეს ჩემი სისხლტყლა, აი ეს ტელევიზორია, აი ეს მზია და აი ეს ჩვენი საწოლი. და აი სამაცი ვარი გააღებ შეჭამდი და აი ესა უჯრები, ჭიქების უჯრები რა. აი ეს იმიტომ დავხატე რომ კარგად გამომეყენებინა და აი ეს ცოტა ბალახი დაუმატე კიდე აი ეს რაღაცა ჩაგუჭი თუ რაღაცა და აი ეს რაღაცა რა აი ეს ბალახია და ეს ასოებია. კარგია და ხოჭ. წაიღე. და ბოლოში ვარსკვლავია სტიკერის. ლამაზი დავხატე, მაგრამ ლამაზი ყატყა უიცოდი. იცი დე? მოდი ვკითხოთ და კომენტარებში დაგვიწერონ, იცის თუ არა მარიკო კარგად ხატვა, ხო? ფერების აღქმა თუ აქვს კარგი მარიკოს, ასე ვკითხოთ. და დაველოდოთ პასუხს ხვალ, კარგი? ან დღეს, რა ვიცი, როცა დაგვიწერენ. რა ვიცი, ალბათ ეხლა დაგვიწერენ ამ ხვალ, ამ დღეს, ან შაბათ-კვირას. ვაიმე ჩემოსაუბრე. თქვენ რომელ კვირაში გინდათ იქ დაწერეთ რა. ეხლა გინდათ ეხლა დაწერეთ, ხვალ გინდათ ხვალ დაწერეთ. თქვენი ამბავია რა ეს. მოხდენ ჩემი ნახატი თუ არა. კომენტარებში დაგვიწერეთ რა. თუ კარგად ვიცი ხატვა, კარგად ვიცი ესე იგი. თუ არ ვიცი, არ ვიცი ესე იგი. დღეს რა მიირთი უთხარი შენ გამომწერებს? არა, არ ვუთხარ. მოუყევიდე. დაუმალე, ჩუმაჩი. მოუყევი რა მიირთი ჩემო სიყვარულო. არ ვიტყვი ჩემ გამომწერებს. რატო დე? იმიტომ ჯერ არ იციან და მაინც არ მინდა რომ ვეტყვი. კარგი და კოტლეტი რომ ერთი უთხრა? კი. უთხარი დე დიკო, გაუხარდებათ. ხო. პურის კაფილოს და ჩაიც მივირთვი. ანუ ბურგერი მიირთვა ხალხო. ბურგერი მიირთვა და რატო ავღნიშნავთ ახლა რა მიირთვა? იმიტომ რომ მარიამი და ხორცი თქვენ იცით რომ არც ისე ახლოს არიან. შესაბამისად ეს არის აღსანიშნავი ამბავი და შეგიძლიათ მომილოცოთ რომ მიირთვა. ვაიმე როგორ გამიხარდა დე. თან დღეს ეძინა ჩემს გოგოს რაც ნიშნავს იმას რომ ხელიტარება არ მომიწია მარიკოსი და ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და იცი ჩემა გოგომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი გოგო რო იცინებს ხო და ახლა მოვიტან ბანკრებს და თქვენს გაგაფერადებ. ვაიმე მიშველეთ. არა დედიკო, მალე უნდა დავემშვიდობოთ, ხო, საყვარელო? ცოტას გავაფრადებ და დავემშვიდობები ჩემ გამომწერებს. ნალექი არის რამხელა რო იცოდე და აი არ ვიცი. მარიკო, მათ გააფერადე რა და უნდა ვაჩვენ ჩემ გამომწერებს რომ კარგად ვაფერადებ თუ არა და სიო, ჩამომერთვა ვლოგი. ჩემ
ერთმანეთს ჩამოგერდოე. მოდი. მე ეს კედელზე უნდა მივაკრათ რა. ჩაქუჩით უნდა დავამტროთ და უნდა ჩავსვათ ერთ. გონია სახს ანგრევს ხალხო და არ ვიცით. სახს ვანგრევ კი. გულფეზარ და ჩულკან ნახეთ. მე მგონი პირზე ჩამომეფარებ და თმებს უნდა უიწოდე. დღეს მისის მადომ რა გავაკეთებინათ? Rainbow. და ვხადეთ rainbow. მოგეწონა? Rainbow ძალიან მომეწონა. მარიკო. აჩვენებ ამას? კარგი. ადა. როგორ არა, თან უნდა იმღერო, ეგრე რა აზრი აქვს? კაჭ. ხო, კარგი, წავიდა. კაჭ. არა, ნახე, კაჭ. ვარ. აკეთ, მაშ, და ტრიალი, მაშებით დავედივარ. კაჭ. მერე? მერე ესე? უბან დავედივარ. მერე? ტყის თავში ვარ. მე ხომ ხსიერება არ მივარგა და ბავშვმა თუ მიკანახა თორე მე არაფერი არ მახსოვს. ეს არის წუწუნის ვლოგი. აბა თუ გამოიცნობთ ვინ იყო, ვინ იცნობდა აი ასე. მარიკო მომისმინე. თუ გინდა რამეზე ესაუბრე, თუ არ გინდა დედა, მაშინ მე ვესაუბრები, კარგი? ოკეი. ეხლა მე დავხატავ ამ ნახატს და თქვენ გაჩვენებთ თუ როგორ გავაფერადე. გაცნობას არ აპირებს. გაცნობას ვაპირებ რა ეს. კარგი. ეხლა უნდა გავაფერადე და არ შემეშალოს სიცოცხლე. მარიკო ძალიან უყვარს ხატვა. გიჟდება გაფერადებაზე, აი გიჟდება. შეუძლია მთელი დღე გააფერადოს და მთელი დღე არც დაუჯინებ. დაჯინებამდე რო დაღამდება, ეგრევე გავაფერადებ, კი არ დაუჯინებ რა. და ვფიქრობ, რომ ხატვის და ზოგადად ფერების და აი ამ ყველაფრის სიყვარული პაპა ბებიისგან გამოყვა, თორე მე ვარ სრულიად ბუჩქის როლში ამ ამბავში, იმიტომ რომ ჩემთვის ფერები და ხატვა და მარიკო საუბრობ. ეს ყველაფერი არის, რა ვიცი, ჩინური, შეიძლება ჩინური უფრო ვისწავლო, აი საერთოდ გონზე რო ვარო არა. და ალბათ დაბურული, იმიტომ ჩავარ პორტრეტის რეჟიმი მაქვს ჩართული და ეს წინ ბრძანდება. სიყვარული ხარ შენ ძალიან და აი ეს გასაღები, იმიტომ მაქვს რომ გავაღო კარები რომ მოვდივარ ხოლმე ბაღში და არ უნდა გავაღო. ამისთვის დამჭირდება გასაღები, აბა არ დამჭირდება. კარები ღია რომ იყოთ, შესწირდებათ ხალხს და საფანს დაიბარებენ, აბა რას იქნებოდა. უბედნიერესი ადამიანები ვართ მე და მარიკო, რომ ხვალ ვისვენებთ ხალხო. ხვალ გვაქვს დასვენება მე და მარიკოს, არის შაბათი და ოფიციალურად ვაპირებ ყველაფრის გათიშვას. რომ არ შემაწუხოს, ხო ტელევიზორი ხოდა გაითიშოს, ტელეფონი ხოდა გაითიშოს, მაცივარიც კი გავთიშო. არა მაცივარი არა. ცუდი ის არის 7-ზე ხალხო 7:09-ზე 6-ზე მაინც მეღვიძება ხოლმე, მაგრამ უნდა შევიბრუნო. არა ვარ ამ დგომი 12-მდე, ფეხს არ გავა, აი არ გავირყევი საერთოდ სულ რა ვიცი მე. დღეს ძალიან ბედნიერი ვარ. გაიტედე. რატომ და რო დასვენება იქნება ვიკოტრიალებ არავინ არ შემაწუხოს რა. ისე დავიჯინებ რომ
არა უნდა შემაწუხო. რთულია ბავშვისთვის 7 საათია დგომა ძალიან. 7 საათზე? და როცა მორიგე ვარ და მაშინ როცა იყო უკუნითი სიბნელე გარეთ და ვერ ვტოვებდი ხოლმე. ხომ ვერ გამოიცნე ჩემი ნახატი. ჰა, კაია. რო ვერ გამოიცნე. შვიდის, რა ვიცი, ხან 15 წუთზე ვაყენებდი. რომ ჩამეცმია 1 წუთით და წამოყვანა რომ ვიყავ მორიგე ორშაბათობით უკობა ვერ იტოვებდა ძალიან რთული პერიოდი. და მე მისმენ. რა თქმა უნდა და და იცი რა უნდა გთხოვო? რა გამახსენდა მაგრამ ვერ ვეხსენებ. რა აბა მოიფიქრე. ხვალ დაგვიწერენ თუ დღეს დაგვიწერენ კომენტარებს. არ ვიცი დედიკო დავდოთ ვიდეო და დაველოდოთ და ოდთან შაბათს ან კვირას. ნახოთ როგორი ხმის შეცემები მოგვივა. მე ართიც რო კანავს ხოცდად ხდები. ვაი მე რა გავაკეთო ჩემო პრინცესა დიდას სიყვარულო. კარგი დაგემშვიდობებით გოგოებო ეს მე და მარიკო შემორბენა ისეთი არაფერი უბრალოდ კარგად ვართ მოვედით სახლამდე. ჯერ ცოტა ხანი. ხო და მარიკო გათიშავს ტელეფონს ახლა. ცოტა ხანი. მარიკო არ შემიძლია დედიკო კარგი სადილი უნდა გავაკეთო სახლი ვალაგო. დე შენ სადილი გააკეთე და მე მანამდე აქ ვიჭორავებ. ვაიმე რა უნდა იჭორაო ჩემო სიცოცხლე რა უნდა იჭორაო დე შენ მოუყევი პაპუნას დაბადების დღეზე რო იყავი? კი, საჩუქრები მივეცი, იგნებით, გასაფერადებლებით, ფანქრებით მივეცი, აბა რა. გავიქეცით მერე პაპუნას საჩუქარი უყიდეთ და მივეცით ფანქს დედიკოს და დადას ძირს. ხო, ყუთში სპეციალურ ყუთი არა. სასაჩუქრები ისინი როა სკივრები უფრო სწორად რა ის ყუთი და არა ვარ კარგად. მარიკო შენ რა იმღერე დედა რომ მოგცეს იქ მიკროფონი? რას მღეროდი? კარგი, ვითომ ეს არის მიკროფონი. საკათმეში შეპარულა მელა. ქათმებს ეჩურჩულებოდათ ნელა. შენ დედალო წამომყევიანა. არაო მელა მატყუარაო არ წამოვალარაო. Rampapiri, 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 rampapiri. ძალიან კაი დრო გაატარა რა ერთ სიტყვით რო გითხრათ. შენ მინდი მცადელი გამზადე და მე ამათთან ვიჭორავებ რამდენი წინა. კარგი დედიკო, ნახე, მე ძალიან ბევრი მასალა მაქვს დასამონტაჟებელი ტელეფონში და ამიტომ უნდა გავუთიშოთ, კარგი? იმიტომ რომ საქმე მაქვს და ბევრი ვისაუბროთ ხვალინდელ ვლოგში და დღეს უბრალოდ შემოვირბინეთ და მოვიკითხეთ ჩემო სიცოცხლე, კარგი? დიჯა. მარიკო დე. დიჯა. ჩვენ ასე არ დადღანებთ დედა. აი ზიარა დე. კარგი, გავუთიშე დე, დაიმშვიდობე, კოც და გავუგზავნოთ 1 2 კარგად. Bye bye. გაუთიშე საყვარელო და მიდი. აქ გავუთიშო. კიდე. ტინ. მიეჭირე. Hai ხალხო დილის მადლი თქვენ 13 მილიონი თქვენ 13 ამინ. ხალხო ეკროს სწავლა დავიწყე. აი მე უფალო მადლობა რომ მომეცინიშალი. ხალხო რაც ამეტი ენა იცით ხო მეტი ადამიანი ხალხი და ტრენდი ხარ ყველა მე ტრენდობას ულ არ მაგდია მაგრამ ავიმაღლო კვალიფიკაცია ავიმაღლო თან ახლა кайაფ და ხალხო ცხოვრება ახლა ხალხო ამისა პური გახდა შაბილა და ხურცი გახვდა 10 ლარი და რაც ამეტი ენა იცი უფრო მეტ ადგილას დავსაქმდები და უფრო იაფი გამომივა ცხოვრება ხო რა ვისწავლე რამდენიმე სიტყვა მოკოგო ცხაფი რა გინდა გოგო მეორე ჩუჩი მოკოგო ციე რა გინდა ბიჭო დაუცქედი ციე
ხო კიდე ვიცი სიმღერაც ავიცი ათიქოჩიკო მორთუდო ოსურგირი გენქიაო ოსურმარა რაღაცა რა ანაჩეს ახლა ხვალა ვიმღერებ ყველაფერს ერთად ხო ვერ ვისწავლი ახლა მე ტვინთა ვარ გამოჭედილი მარა ხო დათვალაც ვიცი ართი ჟირი სუნი დანაშენი ხვალა რა ვიცი კიდე ქოიჩქუნო შეში დაუწკედი რა თუ სიტყვა და რა ბატონად ვისწავლე ქოიჩქუნო ჩაცქედით ხედავთ ქურა მაყადით გაის ქოიჩქუნო ახლა რას ანიშნავს ეგ თქვენ და გადათარგმნით ყველაფერი მე ხო არ უნდა გითხრათ ხო თქვენ საპატივცემულოდ ვსწავლობ გოგოებო და ხალხო და საერთოდ ვინც ახართ მეგრულს ხალხო თქვენი გულისადმი რა ხალხო ის გამწითლებია თქვენი გულისადმი ვსწავლობ რა თმიდა ამდენი ენამ ხო სხვა ენებს ასა ვეწაფები ნელ-ნელა რა ახლა მე ისედაც სხვა ენებიც ვიცი მაგრამ ჯერა მეგრული მე გიტარაზეც მინდა შევიდე დავურეკო კალას და დაფინანსებითა გიტარის ფული რო გადამიხადო ახლა დიდი ამბავი ხო და თავჭდე და ისა მეგრული ნანა ვიმღერო ნანა გიტარა და სანახი ვიკნები მოსასმენი არ ვიცი მაგრამ დასანახი კი ბაი ახლა ონლაინ ამაკ მეგრული ისა ეთი 15 წუთიანი მაგ მე ვარამცალია 15 წუთი ასასა მოასწრებს ის უნდა მასწავლოს არა ისინი ლაპარაკობს ხო აი მან მუკოგო თქვა მე უკვე ვიყავ პარიზში მე ტომა წუწაცრებია ეს აკრალების მაყრია თვალების ასე იძახული ინფლუენსერებმა ისე თვითონ ვერ დავინახავთ